უბობს კიდე. თვრალია მოსული. ვინ არის კაცო? ვინ არის ეს თვრალი მოსული? ვისთვის მოიყვანა ის გოგო ცოლად? რა თქმა ეს თუ ეჭხობა ურტყამს და ერთ ამბავშია კაცო რა. ეს გოგო რა გამხსნაბობ? ეს მე რო ის ვათხოვე პოდნოსი ის გაფუჭდა აღარა. არა და მე ამ ოჯახიდან ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს, ო გამოსულიყოს. არ მახსოვს. გადარია რა ვიცი. სუყარი სუტკბილი სიტყვები, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, შენი კუბო დავდი, შენ არ მიდის ახლა ცოცხალი. ხო, ესეთი სიტყვები და ფხიზელი. კაიგონა. ფხიზელი რანაირი კაი ბიჭია რა. როგორი მორიდებულია, როგორი მორცხვია, კაცო. ხმას არ გამარჯვების თქმაც კი ცხვენია ისეთია. ამასინოთ შემოვედი სადარბაზოში და კიბის ასასვლელთან ეგდო იქ. ეთყობა გარეთ დაეცა რაღაცაში ამოსვლილი იყო, წაიქცა და ეგდო აქ და გამარჯობა მეთქი და ისე გადავაბიჯე თავზე ფეხი დავიარე, არაფერი არ გაუგია საერთოდ, არ გაგიმარჯვოთ, ხმა არ ამოუღია საერთოდ. არა, თავისთვის არ შეგატა. არა, პატიოსანი, კაცო, ხიზელი, მე მაგისგან არაფერი არ მახსოვს. აი ჩვენ მეზობლოში რამე ეთქვა ისეთი. აი ისეთია გადაკრული. დიდი პანჩური ამოერთხა და აქვია ერთი შალაბას თუ დაგვარტყავდა და ხანდახან მიგვაჩმორებდა. ეხა ესა თორე. სხვა რა. ეხა ის ანდახაკე მიჩმორება რა. მარა ეს მაგ ეს გენაცვალე მარტო მაგ ახალგაზრდების ბრალი კი არ არის. ეს თავრობის ბრალიც არის. ამ თავრობამ გადარია ესენი. გადარია და აუშვა, მიუშვა თავის ნებაზე და აუშვა. რა არის ეხლა იცი? კომუნისტების დროს აი ეხლა ეს მაინც არ გატეხო თუ კომუნისტების დროს ასე ვერ იზამდი. ასე თვრალი მოსულიყავი შენ სადარბაზო. აბაგაგებე და კარგად თქვი შენ. სახში ასე თვრალი მოსულიყავი და ოჯახი აგეწიოკებია, მეზობლები შეგეწუხებინა, გენაცვალე და გაეგოთ კომუნისტებს. მეორე დილით მე წაკათებდე განყოფილებაში. ხაშზე. დილით. აბა რა. ჯერ კაცო კომუნისტების დროს შენიერი ბიჭი იყო. რამ გააგიჟა ეხლა? შენიერი ბიჭი იყო კომუნისტების დროს, კაცო. დაყავდათ ბაღში, მიყავდათ, მოყავდათ ლექსებს ამბობდა. მაშინ გიტყნარი იყო ეხლა რამ გადარია? გიში? ხო, მაგრამ ისე გაჩეკე ახლა ჩნადეთ მეგონა. ისე განათლებული არის, ვანო. ეხლა მაგ ზედამისმა კარგად მიაქცია ყურადღება. სკოლაში დაამთავრა, 7 კლასი დაამთავრა. მერე ჩააბარა 2 წლიან ტექნიკუმში პირველი კურსი იქ დაამთავრა. სემესტრი. ხო, კი კურსი არა, სემესტრი. და წიგნი აქვს წაკითხული გენაცვალე. ერთი წიგნიც რო არა აქვს წაკითხული. ამას აქვს წაკითხული. თან ბროშურა კი არა ესეთი საშუალოთანიანი, კაი წიგნია წაკითხული მაგბი. ესე ჩამოდრეულო რატო დამოიარები? გოიმო! თმარა ჩერჩილო! მეტი იმპროვიზაცია შეიძლება ლოთო, რაღაც ახალი მითხარი. წარმოგიდგენია? ლოთო. ესე იგი მთვრალია, ლოთო. მთვრალი არის ახლა რა. ეს რატო არ გამოდის ესა? ეს ჩვენი მეზობელი, ვაჟბატონი. სურო ყარებზე ყური ქონდა ხოლმე ვიდებული ყოველთვის. რატო არ გამოდის ეხლა? არის ძინა მოვიდა მაგრამ დაყრობდა. საერთოდ მაგრამ ის ეხლა რაღაცა სიმფონიებს წერს თურმე. და არის ასე გარეთ არ გამოდის. ლიფცველოდებით. ამომხეჭარი თავზე. რამბა ვასიკო რა იყო? ვასიკო რა იყო ახლა? ვასიკო რა ნასვამია რა კაი სიმთვრალი კაცი ხო რა კაი სიმთვრალი კაცი ცოტა გაერთო ბაბა რა იგივე ლიფცველოდები ვასიკო მე ხო ვაიმე რა კარგი სიმთვრალია რა ლიფტი რა უმრობს სადარი ლიფტი უი ესე სახში შესული ვარ თუ შევედი? შესული ხარ? კი. სახში ვარ. შეხო. შესული ვარ. შესული ხარ. სახში რა მინდა? სახში რა მინდა? აინა.
ხედა აი ამის ღირსი იყო მამამისი? მამამისი ამის ღირსი იყო, ასეთი კაცი იყო მამამისი? გინახია მამამისგან ან ერთი სიტყვა ზედმეტი უბანში ვინმეზე ან ხელი დაერტყას მამამის ვინმესთვის პირიქით იქ ეთყავდათ გაგდებული ეს საწყარი ყველა მაგას უთყავდა და აჩმორებდა და არა მამამისი რო კარგი კაცი იყო და ბრწყინვალე კაცი ოჯახისთვის რა იყო ეს კაცი სულ ფიქრობ გადასარევი კაცი სულ ფიქრობდა ოჯახზე ყოველ თვის ბოლოს ხურდები რო არ მოეტანა და 1-6 ხურდა რო არ დაეყარა სახში და აჰა მოიხმარეთო ხო მოიხმარეთო ჭამეთ პურით მიუტანია რამდენჯერ პურსა ნახევარი მიქუდა ნახევარზე ხო ნუ ეხლა რა ხო აბა ეხლა მაგის თვითონ უყურე აბა მაცა კლასიკო ჩვენ აკლიპტი არ მოსულა თრალი კაცი კაი კაცი Come on, შენ რა თხიში არის უყვართ ერთმანეთი ასე ერთობიან ალბათ რა ვიცი რა არა გინასვალი არა რაღაცები არ გახდებოდეს ამრაი რაღაცები ჩვენ სადაბაზოში არ გახდებოდეს არაფერი გინას ასე ასეთი ამბავი მე აღარ ეს არის ნარკომანების ნარკომანი ხე როგორი ხო ეს მარტო თვალი არის ხო მე შევამჩნიე რომ თვალებში შევამჩნიე რომ უყურებდი ჩაკაიფებულია ჩაკაიფებული იყო ეგა ეს მორფისტები რო ყავს უბანში ხო ეგენი თურმე რა შვებიან იცი ამ პლანს უკეთებენ ასე სპრიცით და თან როგორ იციან ჩაითრევენ ამ კაი ოჯახის შვილს გენაცვალე არჩევენ ხო არჩევენ რა ხო მე მაგას ასე ჭირდება თეთყობა ჩაითრევენ ამ კაი ოჯახის შვილს გენაცვალე და მე ვეღარ დაახცევ თავს რო თურმე ვეღარ გამოძრები მე მასე არ ვიყავი ძლივს გადავაგდე წამალი აბა ბაიანა ხო რა ვიცი რა ვერკვევი მაქსტები რა ვიცი რაღაც მე რას ფიქრობ იცი მოდი აქეთ მოდი მე რას ფიქრობ იცი ვასიკომ მე მგონი საყვარელი გაიჩინა საყვარელი ყავს თან საყვარელებმა ხო იცი როგორ იციან საყვარელებმა რაღაცეებს უკეთებენ მე ამ კაცებს რას უკეთებენ მე მეტყვი რა შვებიან ეგენი ქალი ხო იცი რანაირი ქალი არის ბიჭო რაღაცნაირი ჯერ იციან რა უნდა გიქნან ადგება გენაცვალე გაჭმევს ბადრიჯანს ბადრიჯანი ხო იცი მე კაც რას უშვება ასულელებს და თავის შეხოზე გატარებენ ხო ამ ბადრიჯანი ან აჯაბ სანდალს გაგიკეთებს ან ნიგოზით მოგიმზადებს და მე ამ აჯაბ სანდალს გაგიკეთებს ბადრიჯანს გაჭმევენ აბა რა ბადრიჯანი ის დედა გამარჯობა ნიკა რა პროვისოა კაცო რა არაფერი რა არის როგორ არაფერი კაცო არაფერი ცოლი რომ მოიყვანა მაგან თებშის გატეხვა დაავიწყდათ და გორწილზე ეხლა ტეხავ რა თებს ტეხავე ერილებით ისმის კაცო ჩხუბის ხმა ისმის მათუე ჩხუბობენ ფეით მე რა ხდება საყვარლის გამო ჩხუბობენ საყვარლის გამო ბიჭს ყავს თუ გოგოს საყვარელი რო ვიცოდეთ აქ ისთვის დგევართ გენასვალე ეხა ჩვენ შემიშვით ერთი საათ შეგიშვა რიგია ვერ ხედავ კაცო ჩვენ დგევართ რა რიგი ბიჭო წყალი ჩამომიშვეს და მე მაგათ ვანახებ როგორ უნდა წყალი ჩამოშვეს მე მაგათ ვანახებ ხო ეს რო გაგიჟდება всё მე აუ ეს ყვირის ნახე ახლა რა უკნას წყალი ჩამოვ მე მაგათ ვანახებ ფანჯრიდან გადმოგდება როგორ უნდა არ გინდა ეხლა არ გინდა კაცი დედა ვაი როგორ ახაშენ რა იყო ბაზარი არის თუ რა არის არაფერი გამოგეპაროთ ხო არაფერი არის რა უნდა იყოს ლიფტი გაფუჭდა ლიფტი გაფუჭდა მართლა ლიფტის ფულზე ვარ ლოთები თქვენ ახარ ჩემი არ არის ლოთებად ხო არ არის ლოთი რა მოხდა დალია და ისა ვიტყვა რომ ლოთია კაცო ლოთია ხო სამბო თვითონ არ უყვარს დალევა საერთოდ და არა კაცო ძალიან ვიღაცა ის დეგენერატი მეგობრები რომ მოდიან აეგენი ასმევენ მაგრამ ძალით აბა რა აი ერთი გავიგო ვინ ასმევს არა და როგორ ერთი გავიგო როიც მოარიდე ადამიანს ეს სასმელი კაცო ამასინად ჩამოვიდა დილით სახლიდან ხიზელი ერთი წეთი არ ქონდა დალეული. ხო და ჩემთან მოვიდა მაღაზიაში კაცო ისა 2 პოლიტრა მივეცი არაყი გავატანე
და დაალევია ვიღაცა, ვინ დაალევია? ხო, ერთი გავიგო. როიცი რომ ერთი გავიგო, მე დამიდგეს დამელაპარაკოსა. ხო, რა ვიცი, მანგაც არ არის მსმელი, მე ერთი ის უყვარს ერთი ვიცი რომ swavda იმას, გამაგრილებელი არყები რო არის. ეგ უყვარდა მაგას swavda. ხო, მაგას swavda ხოლმე ეგ უყვარს გამაგრილებელი და ეხლა რაღაც გამოუგონიათ ალკოჰოლიანი გამოდის თურმე და კაცი აგიჟებს და იმაშება ათრობს კაცო. გვალებინებენ. რას გვალებინებენ? აბა. რას გვალებინებენ? ვიგეშება რა ვიცი, აბა ისე ვის როსი გეშება. ესეც არ ამყავს ძალი. არ ამყავს ნორმალური გიჟი არის ესეც, ბედოლათი. იმიტომ რომ როიცი რომ ქმარი მთრალი მოდის სახში და ესე უნაკეთილი ინებოდა შეხვიდე საწოლში ისა ოთახში და მოერიდო, დაიძინო და მოერიდო და ესე. ეგრე არ ვიყავი მე ჩემ ქმართან. ეგრე ვიყავი კაცო რომ მოვდიოდი სახში გათლეშილი მთრალი და რომ ავდეხავდი დინებას და მთელამბავს მიდიოდა და წვებოდა ოთახში და ესე ხtildeობა და ის ხონდა. აბა, არა, ძალი არ არის ჩემი ძალი ცუდი, მაგრამ მე კი გამიმართლა, ძალიან კაი ძალი მყავს. ისეთი კაი გოგოა ჩემმა ბიჭმა მოიყვანა. სოლად ძალიან კარგი გოგოა, მთელი დღე თავისთვის წყნარად დადის ოთახში, ასკინკილა უყვარს, დაკონტროლებს, დადის წყნარად სამზარეულოში შევა, იქ აბაზანაში გამოვა. წყნარი, ძალიან წყნარი მოდის ხოლმე ესე და მაჩამე, ასე ხო. არ არსებობს იმან ან კი არაფერი იცის რომ გითხრას ცუდი. ხო, ბაზარი არა მაქვს აქ. ხო, ბედურები. მიდი და რაღაცა გადავარჩინოთ ეგება კაცო. ამ ხელა ასეთი დაიცა. ეხლა მე ამათ ყველაფერს ვერ დავამტრევინებ. ხო, კაცო, გადავარჩინოთ რაღაცა. ან ელექტროტექნიკა აქვს მშვენიერი, ტელევიზორი აქვს მშვენიერი, ძალიან კაი მაგნიტოფონი აქვს. ხო. ეს მაინც გადავარჩინოთ. ეს მაინც დამტრეულებს მე. მაინც არის ეხსონება ხვალ მაგას. სამოდი ახ შენთან ტელევიზორს უყურებ. ტელევიზორი ვერ გადის. ხო, ყავა, გამომოლი.